მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა შეგასწავლოთ ესეთი გოგონას საყურის დამზადება. ასევე შეგვიძლია დავამზადოთ ბრელოკი. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ბისერი 3 ფერში, ასევე დაგვჭირდება მარგალიტი, მსგავსი ყურსამაგრი, ნემსი და ძაფი. პირველ რიგში ვიწყებთ ქვედა ტანის ამოქსოვას. ვიწყებთ წელიდან და მოვდივართ ქვევით. ანუ ვქვსოთ ქვედა ტანს. ნემსზე ავაგოთ ძაფი და ბოლოში გადავკვანძოთ. გადავკვანძოთ ერთჯერ. გადავკვანძე ერთჯერ. კვანძი სად არის და ძაფი დავტოვოთ ბოლოში. ნემსზე ავაგოთ 1 თეთრი და 2 ცისფერი ბისერი. ჩავუშვათ ქვევით, ჩავიტანოთ ქვევით, სადაც კვანძი გვაქვს, ჩემი კვანძი. იქვე მოვათავსებ. შემდეგ გავატარებ პირველ ბისერში, ანუ თეთრ ბისერში, გავატარებ ზევიდან ქვევით მიმართულებით. გავატარებ. და უცქირეთ. გვაქვს კვანძი აქ. ძაფს, ამ ორ ძაფს შორის გავატაროთ. კვანძი გვაქვს აქ. შუაში ვატარებ. მოვქაჩოთ კარგად და მივიღებთ ესეთ ფორმას. ანუ კვანძი მოხვდა თეთრ ბისერში. შემდეგ ვაგებ ერთ თეთრ ბისერს და ვატარებ ცისფერ ბისერში. გავატარე, მოვქაჩე. მივიღეთ ესეთი ფორმა. ეს ძაფი ყოველთვის უნდა იყოს ქვევით მიმართულებით. ეს ძაფი. შემდეგ ვაგებ ერთ ცისფერ ბისერს და ვატარებ თეთრ ბისერში. მოვქაჩოთ. რა მივიღეთ. ზევით 3 ცისფერი გვაქვს, ქვევით მხოლოდ 2 თეთრი ბისერი. ავაგოთ 1 თეთრი ბისერი და გავატაროთ მესამე ცისფერ ბისერში. შემდეგ დაგვჭირდება 1 ცისფერი ბისერი და ვატარებ ისევ თეთრ ბისერში. გავატაროთ. დავასრულეთ 2 რიგი. ანუ პირველი რიგი შედგება 3 ბისერისგან, მეორე რიგი შედგება 4 ბისერისგან. ყოველ რიგზე ვამატებთ თითო ბისერს. ეხლა რას ვშვებით? ძაფი ამოდის ამ ბისერში, ვატარებ გვერდით მდებარე მხოლოდ თეთრ ბისერში, გავატარებ მხოლოდ თეთრ ბისერში. ეხლა ვატარებ ბოლო ცისფერ ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით. ბოლო ცისფერ ბისერში. და ვიწყებ მესამე რიგს. ავაგოთ 2 ცისფერი ბისერი, ჩაუშვათ ქვევით და ვატარებთ ამ 2 ბისერს შორის მდებარე ამ ძაფში. ვაგებთ ამ ძაფში. გავატაროთ. მოვჭიმოთ. ეხლა ბრუნდებით ამ ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით.
ეხლა დამჭირდება ერთი ცისფერი ბისერი და ვაგებ აი ამ ბისერებს შორის არსებულ ძაბში. აი ეგრე. გავატარებ. შემდეგ ავდივარ იმავე ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით. დამჭირდება ისევ ერთი ცისფერი ბისერი. ვატარებ აი ამ ბოლო ძაბში. გავატარებ. ავდივარ იმავე ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით. ისევ ერთი ცისფერი ბისერი. ვატარებ აი ამ ორ ბისერს შორის არსებულ ძაბში. ეხლა ვამატებთ ნამატს და ვბრუნდები იმავე ბისერში. გავატარებ, მოვჭიმოთ, აი მივიღებთ მსგავს ფორმას. ეხლა გადმოვაბრუნოთ და გავაგრძელოთ მეოთხე რიგის ამოქცევა. მეოთხე რიგს ვიწყებთ ორი თეთრი ბისერით. ავაგოთ ორი თეთრი ბისერი, ჩაუშვათ და ვატარებთ აი ამ ძაბში. გავატაროთ. ბრუნდებით ისევ თეთრ ბისერში, მეორე თეთრ ბისერში. მოვჭიმოთ. ვაგებ კვლავ თეთრ ბისერს, ერთ თეთრ ბისერს და ვატარებ მომდევნო ძაბში. შემდეგ იმავე ბისერში ვბრუნდები ქვევიდან ზევით მიმართულებით, მოვჭიმოთ. დამჭირდება კვლავ ერთი თეთრი ბისერი, ჩაუშვათ. მომდევნო ძაბში გავატარებ. დავბრუნდები იმავე ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით. კვლავ ერთი თეთრი ბისერი დამჭირდება. ვატარებ ბოლო ძაბში. ბრუნდები იმავე ბისერში ქვევიდან ზევით და ვამატებ ბოლო თეთრ ბისერს. ვატარებ აი ამ ორ ბისერს შორის არსებულ ძაბში. დავბრუნდები უკან. მოვქაჩოთ კარგად. შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ მეხუთე რიგი. ავაგოთ ორი ცისფერი ბისერი. ვატარებთ პირველ ძაბში. შემდეგ ვბრუნდებით აი ამ ბისერში. მოვჭიმოთ. ვაგებთ ერთ ბისერს. ვატარებ მომდევნო ძაბში. ავდივარ ქვევიდან ზევით იმავე ბისერში. ისევ ერთი ბისერი. მომდევნო ძაბში ვატარებთ. ბრუნდებით იმავე ბისერში. ვატარებ ბოლო ძაბში. ბრუნდები იმავე ბისერში. ბოლოს ნამატი. აი ამ ორ ბისერს შორის არსებულ ძაბში ვატარებთ. და ბრუნდები ისევ ბოლო ცისფერ ბისერში.
გავაკაჩოთ, შემოვაბრუნოთ და გავაგრძელოთ მომდევნო რიგი. ეხლა დაგჭირდება 2 თეთრი ბისერი. ვატარებ პირველ ძაფში. გავატაროთ. ბრუნდები მეორე თეთრ ბისერში. მოვჭიმოთ კარგად. აი ამ ორ ბისერს შორის არსებულ ძაფში ვატარებთ ბოლო თეთრ ბისერს და დავასრულეთ ჩვენი ქვედა ტანიც. აი ეხლა ძაფი უნდა მოხვდეს აი ამ ბისერში, ამიტომ ვატარებთ აი გვერდით მდებარე თეთრ ბისერში. მოვჭიმოთ. შემდეგ ვატარებ აი ცისფერ ბისერში. გადავდივარ გვერდით მდებარე ცისფერ ბისერში და ვატარებ ზევიდან ქვევით მიმართულებით და ჩამოვდივარ თეთრ ბისერში, ასევე ზევიდან ქვევით მიმართულებით. აი, ანუ ძაფი მოხვდა მეოთხე ბისერში, გადათვალეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. მეოთხე ბისერში უნდა მოხვდეს ძაფი. შემდეგ ავაგოთ 9 ცალი შავი ბისერი, ჩავიტანოთ ქვევით, ანუ ვაგებთ 9 ცალ ბისერს, ჩაუშვებთ ქვევით, გამოვტოვებთ პირველ და მეორე შავ ბისერს, ხოლო დანარჩენში ავდივარ ქვევიდან ზევით, ანუ ბრუნდები უკან. აი, ეხლა ვატარებთ ისევ იმავე თეთრ ბისერში, ოღონდ ქვევიდან ზევით მიმართულებით. მოვჭიმოთ კარგად. ეხლა ჩავდივართ გვერდით მდებარე თეთრ ბისერში, ზევიდან ქვევით მიმართულებით. გავატაროთ. აი, ცალი ფეხი უკვე ამოვგსოვეთ. ვაგებთ კვლავ შავ 9 ბისერს, ჩაუშვებთ ქვევით. გამოვტოვებთ ისევ ორ შავ ბისერს და ბრუნდებით დანარჩენ ბისერში უკან. ეხლა ავდივარ აი ამ თეთრ ბისერში. მოიჭიმეთ კარგად, აი ჩვენი მეორე ფეხით მზად არის. ეხლა რა ხდება? ეს ძაფი უნდა მოხვდეს აი ამ ბისერში. აი აქედან უნდა გადავინაცვლოთ აი ამ ბისერში. ასე რომ ვატარებ აი ცისფერ ბისერში. შემდეგ ვატარებ თეთრ ბისერში. აი ეხლა ამ სამ ბისერში გავატარებ ერთდროულად. აი ძაფი ამოვიდა წელთან. ეხლა ვიწყებთ აი ტანის, ზედა ტანის ამოქსოვას.
შემდეგ ნემსზე ავაგებთ 8 ცალ თეთრ ბისერს, ჩაუშვებთ ქვევით. ჩაუშვათ ქვევით, აი. და რას შვებით? ნემსი ამოდის აი ამ მხარეს, ეხლა ვატარებთ აი ამ ბისერში. ნახეთ, ერთი წუთით, კარგად რო გამოჩნდეს, ვატარებ აი ამ ორ ბისერში, თეთრში და ცისფერში ერთდროულად მოვჭიმოთ. აი ძაფისად არის. ეხლა გავატარებ ცისფერ ბისერში, გვერდით მდებარე ცისფერ ბისერში. მეორე გვერდით ცისფერ ბისერში ვატარებ ზევიდან ქვევით მიმართულებით. გავატარეთ. ეხლა ავდივარ აი ამ ორ ბისერში, ცისფერში და თეთრ ბისერში ერთდროულად. გადავთვალოთ ეხლა 4 ბისერი და ვატარებთ ერთდროულად ტანის 4 ბისერში. ტანის 4 ბისერში. აი. ვიწყებთ თავის მიმაგრებას. ეხლა ავაგოთ 1 ცალი შავი ბისერი, 1.5 მმ-იანი მარგალიტი და ისევ 2 შავი ბისერი. შემდეგ ვატარებთ ყურს საკიდის აი ამ ნასვრეთში. გავატაროთ და დაგჭირდება 2 შავი ბისერი. აი ჩვენი კომბინაცია. 1 შავი ბისერი, 1 მოზრდილი ზომის მარგალიტი ბუსი, 2 შავი ბისერი, ყურის სამაგრი და ისევ 2 შავი ბისერი. გავატაროთ. ეხლა ბრუნდებით მხოლოდ დიდ ბუსში და აი შავ ბისერში. ბუსში და შავ ბისერში ბრუნდებით ერთდროულად. მოვქაჩოთ. უცქირეთ ეხლა რომელ მხარეს ვატარებთ. ძაფი ამოდის აი ამ ტანის აი ამ მარჯვენა მხარეს. ეხლა ვატარებ მარცხენა მხარეს მხოლოდ ერთ თეთრ ბისერში. გავატაროთ და მოვჭიმოთ კარგად. მოვჭიმოთ, აი ჩვენი თავიც მზად არის. ეხლა დაგჭირდება ხელისთვის 5 შავი ბისერი. ჩაუშვათ. ჩავიტანოთ ქვევით. პირველი შავი ბისერი გამოვტოვოთ, ხოლო დანარჩენ 4 ბისერში, 4 შავ ბისერში ვატარებთ ერთდროულად, ანუ ბრუნდებით უკან. შემდეგ ვატარებთ აი ამ თეთრ ბისერში. გავატაროთ, მოვჭიმოთ კარგად. გადავინაცვლოთ მეორე თეთრ ბისერში. ცალი ხელი მზად არის, ეხლა ამოვგზავნოთ მეორე ხელი. დაგჭირდება ისევ 5 შავი ბისერი, ჩაუშვათ ქვევით. გამოვტოვებთ კვლავ 1 შავ ბისერს, ვრუნდებით 4 შავ ბისერში. უკან ვატარებთ ერთდროულად, მოვჭიმოთ. ეხლა ვრუნდები აი ამ თეთრ ბისერს და შავ ბისერში ერთდროულად, თეთრში და შავში ერთდროულად გავატაროთ. ავდივარ ისევ თავის ბუსში. შემდეგ ვატარებ ყველა ბისერში, აი ამ ორ ბისერში გავატარებ ჯერ, შემდეგ ყურის სამაგრში და
აი გვერდით მდებარე ორ შავ ბისერში, ვბრუნდები თავში და კისრის პირველ შავ ბისერში. დავბრუნდეთ. აი ეხლა ეს ძაფი უნდა მოხვდეს, აი უცქირეთ აი ამ ძაფთან. ამიტომ ბრუნდები აი ესე უკან, ანუ ვატარებ უცქირეთ აი ამ თეთრ ბისერებში ერთდროულად, აი 5 ბისერში გავატარე ერთდროულად, მხოლოდ თეთრ ბისერებში გავატაროთ. მოვჭიმოთ. შემდეგ ავდივარ გვერდით მდებარე თეთრ ბისერში, ანუ შუა თეთრ ბისერში ვატარებ და აი აქვე გადავკვანძავ რამოდენიმეჯერ, რათა არ დაირღვეს ჩვენი ქსოვა. და აი ეს ზედმეტი ძაფი მივაჭრეთ ძირზე. ეს კი დასრულებული ვერსია. შეგიძლიათ ასევე დაამზადოთ ბრელოკი. თუ მოგეწონათ ეს გაკვეთილი, მოიწონეთ ვიდეო, მე კი მომავალ გაკვეთილამდე გემშვიდობებით.